მე გიორგი ვარ დათუკიშვილი და ჩვენ ვაგრძელებთ ვიდეო გაკვეთილებს PowerPoint 2016-ზე. ჩვენი შემდეგი გაკვეთილის თემა გახლავთ უკვე ბულეტინგი, ანუ მარკირებული სიების გამოყენება და აქვე გეტყვით, რომ ჩვენ ვიდეოებს წარმოგვიდგენს კომპანია Address-ი, რომელიც წარმოდგენილია ჩვენ შემთხვევაში 5 ბრენდით, თუმცა აქ გვაქვს შეცდომა წერია სხვა სიტყვა ნაცვლად ეტამისა, ანუ ეტამ უნდა გვეწეროს და მოდით შევხედოთ სლაიდს. აქ სწორედ გახლავთ 5 ჩამოთვლილი ბრენდი, ანუ ესენია Celio, Orsay, Promodi, Gary Weber და ეტამი. თითოეული მათგანი არის თანასწორი იმ გაგებით, რომ არიან ჩამონათვალი და არ მიეკუთვნებიან არც ერთი ქვე პუნქტს მაგალითად. ჩამონათვალზე მოქმედებების შესაძლებელია გაკეთდეს შემდეგნაირად. მოინიშნოს პარაგრაფ მენიუში ბრძანება bulletin numbering-ი და შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი ტიპის ბულეტინგი. როგორც ხედავთ ეკრანზე, თქვენ ხედავთ, რომ შეგიძლიათ შეარჩიოთ ის, რაც თქვენ მოგწონთ. ასევე შესაძლებელია შეხვიდეთ bulletin number-ში და მისცეთ, რომ ფერი, რომელიც თქვენ შეარჩიეთ bullet-ის, მაგალითად იყოს ყვითელი ფერის და მისცეთ, რომ ზომა bulleting-ის, მაგალითად გქონდეს 140% დაუშვათ. დავაწვეთ OK-ს და ვხედავთ, რომ გაიზარდა ზომაშიც და გახდა ყვითელი ფერის. ასევე შეგვიძლია ავირჩიოთ bulletin numbering-ი, დავაბრუნოთ, რომ ეს იყოს 100 ზომა, თუნდაც იყოს ყვითელი, არ არის პრობლემა, მაგრამ ავირჩიოთ customize-ში ნებისმიერი ტიპის ჩანაწერი. ეს ჩანაწერი შეიძლება იყოს ჩვენთვის სასურველი არ შემოთავაზებული სიმბოლოებიდან რომელიმე, ან ავირჩიოთ რაიმე ფონტები და ამ კონკრეტულ ფონტებში უკვე შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი სიმბოლო. აი მაგალითად ესეთი. დავაწვეთ ბრძანებას OK, შემდეგ კვლავ OK და ვნახავთ, რომ ეს სიმბოლოები გამოვიდა. თუმცა ამის გარდა შეიძლება გაკეთდეს შემდეგი რამ. მაგალითად ვდგებით ეტამზე, შევდივართ კვლავ bullet and numbering-ში, შევდივართ picture-ში, ვაძლევთ work offline-ი, შემდეგ გადავდივართ დაუშვათ desktop-ზე, ვირჩევთ address-ის საქაღალდეს, შევდივართ ლოგოებში და მოდით ავირჩიოთ ეტამის ლოგო. და როგორც ხედავთ, bulleting-ში წინ ჩაჯდა ეტამი. ასევე შესაძლებელია ავირჩიოთ მაგალითად Gary Weber-ი, ან მოდით Celio ავირჩიოთ bulletin numbering-ი, შევიდეთ კვლავ picture-ში, კვლავ working offline-ი, desktop-ი, address-ი, ლოგოები და ავირჩიოთ აი Celio მაგალითად. და ხედავთ Celio-ს წინ ჩაჯდა უკვე bulleting-ში, სწორედაც რომ Celio. ან ყველა მათგანი უბრალოდ მოვნიშნოთ, შევიდეთ bulletin numbering-ში, მივცეთ picture, work offline-ი, desktop-ი, address-ი და ავირჩიოთ ბრძანება, ანუ ლოგო თავად address-ის და როგორც ხედავთ, ამ ტიპით გაკეთდა bulleting-ი. შესაძლებელია, რა თქმა უნდა, გაკეთდეს bulleting-ში ერთმანეთის დაქვემდებარებაში ყოფნა და მოდით გავაკეთოთ ესეთი რამ. როგორ დავამატოთ ეტამის წინ ასეთი ჩანაწერი. ეტამის წინ ვდგები, აძლევ Enter-ს და ვიწყებ აკრეფვას. მაგალითად, ქალის ტანსაცმელი. და ქალის ტანსაცმელში უნდა შედიოდნენ. ნახეთ, ეტამზე ვდგები და ვაწვევი Tab კლავიშს კლავიატურაზე. ან იგივეს, რაც მაქვს აი აქ ბრძანებაში. Gary Weber-ი, Orsay და მაგალითად დავაწექი Celio-ზეც. თუმცა მოგვიანებით გამახსენდა, რომ Celio მამაკაცის ბრენდია, ამიტომ ან უკან გამოსვლას ვაწვევი ასე, ან კლავიატურით Ctrl-Shift-ი და გამოვდივარ, უბრალოდ Shift-Tab-ი და გამოვდივარ უკან. ხოლო თუ მინდა რომ Orsay-ის შემდეგ ჩავამატო Enter-ით და Shift-Tab-ით მამაკაცის ტანსაცმელი, ამ შემთხვევაში უკვე Celio შემყავს შიგნით. ხოლო რაც შეეხება პრომოც, ის უნდა გადავიტანოთ, მოვკიდოთ ხელი და გადავიტანოთ Orsay-ისთან Enter-ით, ოღონდ და მივიღოთ ცალკე ქალის ტანსაცმელების ჩამონათვალი და ცალკე მამაკაცის ტანსაცმელის ბრენდი.
ესენ მოკლედ მივიღეთ ეტამიშმი, გარი ვებერი, ორსეი და პრომოდი ეს არის ქალი და მამაკაცის ტანსაცმელი გახლავთ ცელიო. ამითი ბულეტინგი დავამთავრეთ და შემდეგ ვიდეოში განვიხილავთ ნამბერინგს. მადლობა ყურადღებისათვის.